ვიცი რომ ბევრ თქვენგანს მოსწონს თამაშები, სადაც იბრძვით გადარჩენისათვის და სადაც აგროვებთ სასიცოცხლო რესურსებს. ეს არის არხი ჩატოპე და დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო გადარჩენით თამაშს. მე-10 ადგილი. მე-10 ადგილზეა 60 Seconds. 60 Seconds რობოტ გელთმენის თამაშია. მოთამაშე უნდა გადაურჩეს ომს. თავარი პერსონაჟი ოჯახთან ერთად ელოდება სამხედროებს, რომლებიც მათ გადასარჩენად მოდიან. თამაში შედგება 2 ეტაპისგან. პირველ ეტაპში მოთამაშემ თავშესაფარში უნდა მოაგროვოს ნივთები, რომლებიც გამოადგება. ასევე არ დაგავიწყდეთ ოჯახის წევრები, რომლებიც თქვენ უნდა შეიყვანოთ თავშესაფარში. მეორე ეტაპში მოგიწევთ თავშესაფარში გადარჩენა. მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ნივთები და პროდუქტები, რომლებიც წამოიღოს სახლიდან. ასევე შეიძლება გარეთ გასვლა ან რომელიმე ოჯახის წევრის გაგზავნა პროდუქტების საპოვნელად. მე-9 ადგილი. მე-9 ადგილზეა მისქრიეთით. მისქრიეთით მრავალმომხმარებლიანი თამაშია, გახსნილ პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში. შექმნილია CryEngine-ის ძრავაზე. ახლა ჯერჯერობით მხოლოდ ალფა ვერსიაა გამოსული, მაგრამ როგორც თვითონ თქვეს, 2017 წლისთვის აპირებენ ბეტა ვერსიაზე გადასვლას. მოკლედ ამ თამაში თქვენ უნდა ეძებოთ საკვები, იარაღი და სხვა ნივთები. ასევე თქვენ შეხვდებით სახეშეცვლილ ხალხს. მათი ტვინი არ მუშაობს რადიაციის და სხვა დაავადებების გამო. მაგრამ შეხვდებით მოაზროვნე ხალხსაც, რომლებიც კიდევ ერთ დიდ პრობლემად ითვლებიან. მათ თქვენი მოკლა უნდათ. მე-8 ადგილი. მე-8 ადგილზეა Rust. Rust მრავალმომხმარებლიანი კომპიუტერული თამაშია. მისი შემქმნელია ბრიტანული სტუდია Face Punch, რომელმაც მანამდე შექმნა გარის მოდი. თავიდან თამაში იქმნებოდა როგორც DayZ-ის კოპია. შემქმნელები ასევე შთაგონებულები იყვნენ Minecraft-ით. უკვე კარგა ხანია Rust-ი ალფა ტესტს გადის. ამ თამაში თქვენ პერსონაჟს მოწყურდება, მოშივდება. შეძლებთ სხვადასხვა შენობების აშენებას და სხვა. ერთი სიტყვით რომ თქვათ, არ მოიწყებთ. მე-7 ადგილი. მე-7 ადგილზეა Don't Starve. Don't Starve შექმნილია კანადური კომპანია Klei Entertainment-ის მიერ. თამაში თქვენ შეხვდებათ 2 რეჟიმი, გადარჩენა და თავგადასავალი. მაგრამ ამ 2 რეჟიმიდან მთავარია გადარჩენის რეჟიმი. თქვენ უნდა აერჩიოთ პერსონაჟი. ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობები. თამაშის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გადარჩენა, შემთხვევით აწყობილ სამყაროში. თამაშს აქვს 2 დასასრული. ერთია სიკვდილი, ხოლო მეორე მასკსვერის პორტალი. მე-6 ადგილი. მე-6 ადგილზეა This War of Mine. This War of Mine შექმნილია სტუდია 11-bit Studios მიერ. თამაშის პერსონაჟები მშვიდობის მოყვარე ხალხი არიან, რომლებიც უნდა გადარჩნენ ომით მოცულ ქალაქში. მოთამაშე მართავს ამ მშვიდობის მოყვარე ხალხის ჯგუფს. რაც შეეხება თამაშის ატმოსფეროს, იქნება დღეც და ღამით. დღისით მოთამაშემ უნდა მოაწყოს თავისი თავშესაფარი. ღამით კი გაუშვას ერთ-ერთი მაცხოვრებელი ახლომყოფ ადგილას, საკვებისა და სხვა ნივთების მოსაპოვებლად. თავარი პრობლემა, რომელსაც მოთამაშეს თამაშის დროს შეექმნება, საკვების და წამლების უკმარისობა, სიცივე და ასევე შეიარაღებული ყაჩაღებია. მოთამაშემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელზეც დამოკიდებულია პერსონაჟების მომავალი. მე-5 ადგილი. მე-5 ადგილზეა I Am Alive. I Am Alive შექმნილია სტუდია Ubisoft Shanghai-ის პროექტზე. მუშაობა კი დაიწყო კომპანია Dark Horse-მა. თამაშის მთავარი პერსონაჟია ადამი, რომელიც ეძებს თავის ცოლს და ქალიშვილს. ამ თამაში მოთამაშემ უნდა აკონტროლოს არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ დაღლილობაც. ყოველი ძალისხმევა ართმევს აუცილებელ ენერგიას გადარჩენისთვის. პერსონაჟს სჭირდება წყალი და საკვები. საკვები აღადგენს ჯანმრთელობას, ხოლო წყალი ხსნის დაღლილობას და ამატებს ძალას. ასევე ამ თამაში თქვენ შეხვდებით სხვა ხალხს. ზოგი დაიცავს თავის საცხოვრებელ ადგილს, ზოგი თავს დაგესხმებათ. ზოგს კი თქვენი დახმარება დაჭირდება. არ დაგავიწყდეთ ასევე აბორიგენების შესახებ, რომლებიც თქვენ მოკლას დააპირებენ. მე-4 ადგილი. მე-4 ადგილზეა The Long Dark. The Long Dark შექმნილია კომპანია Hinterland-ის მიერ. ეს არის გახსნილი სამყარო. მოქმედება ვითარდება თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რომელიც მიფრინავდა ქალაქ სიტკუში. ჩვენი პერსონაჟია გადარჩენილი პილოტი და თამაშის მიზანია გადარჩენით რეჟიმში, რაც შეიძლება დიდი ხნით გაძლება.
თამაში შეგიძლიათ გაიგოთ ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, კალორიების რიცხვი, მშიერია თუ არა თქვენი პერსონაჟი, დაღლილობა და სხვა. მესამე ადგილზეა The Forest. The Forest შექმნილია კომპანია Endnight Games-ის მიერ, იუნითის ძრავაზე. თავარი პერსონაჟი კუნძულზე მოხდა ავიაკატასტროფის გამო. თქვენ უნდა ეძებოთ თავშესაფარი და საკვები. ასევე თავი უნდა დაიცვათ კანიბალებისგან. დილით მოთამაშეს შეუძლია შევიდეს გამოქვაბულში, სადაც ცხოვრობენ კანიბალები და ძირის დროს გაანადგუროს მათი ჯგუფი. თამაშის მიზანია თავარი პერსონაჟის შვილის მოძებნა, რომელიც გაიტაცეს ადგილობრივებმა. მეორე ადგილზეა Stranded Deep. Stranded Deep შექმნილია Beam Team Games-ის მიერ. თამაშის მოქმედება ვითარდება წყნარ ოკეანეში. გაურკვეველი გარემოების გამო აქ ხშირად ვარდება თვითმფრინავები. ამით აიხსნება ბევრი ნამსხვრევები, რომლებსაც წააწყდებით როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე. ამ თამაში შეგეძლებათ ნივთების დამზადება და მშენებლობაც. ასევე თამაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი სიცოცხლის მაჩვენებელი. მის ნახვას თქვენ შეძლებთ მთავარი პერსონაჟის მაჯის საათზე. ამ საათზე შეგხვდებათ შიმშილის და წყურვილის მაჩვენებლებიც. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია თამაშის ალფა ვერსია. პირველ ადგილზეა Subnautica. Subnautica Unknown Worlds Entertainment-ის თამაშია. ამ თამაში მოქმედება ვითარდება გახსნილ სამყაროში, ოკეანეში უცნობ პლანეტაზე. თავარ პერსონაჟს მოუწევს გადარჩეს ამ უცნაურ სამყაროში. უნდა მოიპოვოს სხვადასხვა ნივთები და საკვები. თქვენ გადაადგილება შეგეძლებათ სურვის ხერხით, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მოწყობილობები. თქვენ ასევე შეძლებთ ააშენოთ წყალქვეშა ბაზა და წყალქვეშა ხომალდი. ამ თამაში თქვენ უნდა იკვებოთ და ცურვის დროს აკონტროლოთ ჰაერი. ძირითადად თქვენ იქნებით წყლის ქვეშ, მაგრამ შეხვდებით ორ კუნძულსაც. მოკლედ ასეთი გამოვიდა ჩვენი ტოპი. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ თქვენი კომენტარები. თქვენთან იყო არხი ჩატოპე, მომავალ შეხვედრამდე.